უპრეცედენტო პროექტი ეროვნულ არქივში რაწერია მე-9, მე-10 და მე-11 საუკუნეების პალიმსესტებზე. 1000 წლის წინ გადაშლილი ხელნაწერები ქართველი მეცნიერებისთვის მალე ხელმისაწვდომი გახდება. უცხოელი სპეციალისტები უახლესი აპარატურით თბილისში მუშაობას იწყებენ. პროექტის მნიშვნელობასა და მეთოდოლოგიას მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს. ეროვნულ არქივში უძველესი პალიმსესტების ქვედა შრეების წაკითხვას ცდილობენ. პროექტში უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ, რომლების ხელნაწერებს სპეციალური აპარატურით სპექტრულად იღებენ. დასამუშავებელ ხელნაწერებს შორისაა არქივში დაცული სახარება ეტრატი, რომლის ერთი ფურცელი უნიკალურია და ხელნაწერის 3 ფენას შეიცავს. ჩვენ მულტისპექტრული შუქის გამოყენებით დაზიანებულ ტექსტებს ვიღებთ. ფოტომასალაკის საშუალებას გვაძლევს წაშლილი პალიმსესტები ამოვიკითხოთ. ჩვენ მსგავსი პროექტები ბევრ ქვეყანაში განვახორციელებთ და ვიცოდით, რომ საქართველო ამ მხრივ უმდიდრეს საარქივო მასალებს ფლობდა. ჩვენთვის დიდი პატივია არქივში მუშაობა და ისტორიასთან შეხება, რომლის შესახებაც ჯერ არავის სმენია. პალიმსესტების სპექტრული გადაღება ლაზარუს პროექტისა და ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის ერთობლივი საცდელი პროგრამაა. პალიმსესტების კვლევაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება აქამდე უცნობი ტექსტების წაკითხვის საშუალებას იძლევა. საქართველო უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა. საბედნიეროდ შემორჩენილია ამ ისტორიის უნიკალური დოკუმენტები, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი არ იკითხება, რადგან წაშლილია და მათზე ახალი ტექსტია დაწერილი. ნაწილი წყლისა და ცეცხლის მიერ დაზიანდა. ჩვენ ახალი ტექნოლოგიის საშუალებით ვცდილობთ ისტორიის წაშლილი თავების აღდგენასა და შევსებას. საპილოტე პროგრამაზე უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ქართველი მეცნიერებიც მუშაობენ. ხელნაწერების დიგიტალური ვერსიების გადაღების შემდეგ მის ქვედა ფენებზე არსებულ ტექსტებს სწორედ ისინი გაშიფრავენ. სახარება ეტრატის გარდა ეროვნულ არქივში კიდევ ერთი უნიკალური ხელნაწერის კვლევა მიმდინარეობს. მარხვანი მე-11 საუკუნით დათარიღებული პალიმსესტია და მისი ქვედა ფენა სომხურ ტექსტს უნდა შეიცავდეს. ქვედა და განსაკუთრებით მესამე ფენის ამოკითხვის საშუალება არ ქონდა, ძალიან ცუდად ჩანდა ამ ადამიანების ჩამოსვლის შემდეგ და ჩვენ დღეს ჩვენი თვალით ვადენთ თვალყური იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომლის შედეგადაც ქვედა ფენებიც საკმაოდ კარგად ჩანს. ანუ მცირე ხანში საზოგადოებას მივაწევთ ინფორმაციას ამ უკვე პალიმსესტების ქვედა ფენების რაოდენობის შესახებ. ეროვნულ არქივში მუშაობამდე უცხოელმა სპეციალისტებმა ამავე აპარატურის მეშვეობით სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული პალიმსესტები და ვერჩელის კათედრალის დაზიანებული ხელნაწერები და რუკები აღადგინეს.